კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც შესაძლოა პრეზიდენტის ვეტოს მიზეზი გახდეს. პარლამენტი ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციის ზედამხედველობის სამსახურის ჩამორთმევას გეგმავს. ცვლილებები მიუღებელია ოპოზიციის, ექსპერტებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის. მმართველი გუნდი კი ეროვნული ბანკის დეპოლიტიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს. ატომურ ბომბები ყველა მხრიდან ვინ შექმნა, ყველა ნობელიანტი მონაწილეობდა, ბევრი ნობელიანტი იქ და ეს ნიშნავს იმას, რომ აქ მათ ბრალეულობა არ ჩაუდენია. ასე ეხმაურება საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას ეროვნული ბანკის საქმიანობის მიმართ და მათი დასკვნების მიუხედავად გიორგი ხადაგიძეს პოლიტიზირებაში ადანაშაულებს. პარლამენტი ეროვნულ ბანკს კიდევ ერთ სამსახურს ართმევს და საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას საკანონმდებლო ცვლილებების გატარების გზით სურს. ეროვნული ბანკიდან სამსახურის გამოყოფის შემდეგ სააგენტოს პარლამენტის მიერ არჩეული 7 წევრი უხელმძღვანელებს. საჭიროა მოახდინოთ დეპოლიტიზირება ეროვნული ბანკის. ეხა პოლიტიზირებულია. პინოჩეტსაც არ გაუკეთებია მსგავსი ჩილეში პირველ ეტაპზე. რომ პროკურორები დაეკომპლექტებინა ეროვნული ბანკი. დიდი ალბათობით დავაყენებს აქეთ საგამოძიებო კომისიის შექმნისად. პოლიტიკური თამაშები ეკონომიკაში დაუშვებელია, ასე გამოეხმაურა საკანონმდებლო ინიციატივას პრეზიდენტის ადმინისტრაცია. პრეზიდენტის მრჩევლისთვის გაუგებარია ცვლილებები იმ ფონზე, როცა ქვეყნის საბანკო სისტემას საერთაშორისო ორგანიზაციები მაღალ შეფასებას აძლევენ. გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ კანონპროექტი პრეზიდენტის უფლებამოსილებასაც ზღუდავს და შესაძლოა ვეტოს საფუძველი გახდეს. რატომ ვაპირებთ უმკურნალოდ დარგს, რომელსაც მკურნალობა არ ჭირდება? მიგვაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური თამაშები ეკონომიკაში არ შეიძლება. დღეს საბანკო ზედამხედველობა გადის ცალკე, ფუძდება ცალკე სააგენტო, ცალკე წევრებით, სადაც პრეზიდენტს წევრის წარდგენის უფლება აღარ აქვს. პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას გამორიცხავენ მმართველ გუნდში და კანონპროექტის ერთადერთ მოტივაციად ეროვნული ბანკის მათთვის საეჭვო ქმედებებს ასახელებენ. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ მთავრობას კომერციული ბანკების კონტროლი სურს. ჯერ წაართვეს მონიტორინგის სამსახური, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, ახლა უნდა წაართვან საბანკო ზედამხედველობა და ამითი საბოლოო ჯამში დაასუსტონ ეროვნული ბანკი, მაგრამ ისინი იმტოდ ჭრიან, რაზედაც ზის ეს ფინანსური ინსტიტუტი. ისინი ფიქრობენ, რომ ამითი გააკონტროლებენ ბანკებს, რეალურად კი შექმნიან პრობლემას ქართულ ეკონომიკას. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამ საზედამხედველო ფუნქციის წართმევით ეროვნული ბანკისათვის და მიცემა რაღაც სიპისთვის, შემდგომ და იმ სიპის ხელმძღვანელად თავიანთი სასურველი კანდიდატურის დანიშვნის შემდეგ მიიღებენ სურათს, რომ უფრო მეტად გააკონტროლებენ საერთოდ კომერციულ ბანკებს და მეტად ჩაერევიან მათ საქმიანობაში. ზეწოლა ბანკებზე როგორ იქნება? ის ხდება როგორც დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მაკონტროლებელი მისი იქნება ეროვნული ბანკი. არც ეროვნულ ბანკს და არც კომერციულ ბანკებს ამ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს კომენტარი არ გაუკეთებია. ექსპერტები კი კანონპროექტის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ და 2008 წელს იხსენებენ, როცა ერთხელ უკვე ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკს გამოეყო, თუმცა მხოლოდ 1 წლით. არსებული რისკების გამო 2009 წელს სამსახური ისევ ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დაბრუნდა. თუ გავითვალისწინებთ მთავრობის მიერ დარტყმებს კომერციული ბანკებისადმი, უკვე რეალურად აქ იკვეთება მეტად საგანგაშო სიტუაცია, ხელისუფლების მხრიდან ბანკებზე კონტროლისა, ბანკებზე ზემოქმედებისა, ხოლო ბანკებიდან უკვე ნებისმიერი ბანკის კლიენტის მთავრობა ცდილობს გარკვეული ბერკეტები ჩაიგდოს ხელში საბანკო ზედამხედველობის კუთხით. ფინანსური სტაბილურობის ეჭქვეშ დაყენება ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები საკრედიტო რესურსს გაუზრებენ კომერციულ ბანკებს, რაც საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ჩვენს ეკონომიკაზე აისახება. ცვლილებები ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული არ ყოფილა მათ შორის არც იმ დახურულ შეხვედრაზე, რომელიც 2 დღის წინ პარლამენტში გაიმართა.